მშაველი აბანო უმალო საავტომობილო გზაზე მოძრაობა გახსნილია, მგზის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. Ამ ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საყრდენების ამოყვანა. კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს ღამეს მოსულმა უხმა ნალექმა მშაველი აბანო უმალო საავტომობილო გზაზე კლდისა და მიწის ნაშალი ჩამოიტანა. გარდა ამისა, ადიდებულმა მდინარემ გზის რამდენიმე მონაკვეთს მთლიანად გამოაცალა საფუძველი და მოწყვიტა სავალ ნაწილს, რამაც გზის პარალიზება გამოიწვია. სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილეებმა დაათვალიერეს. მოხდა რამოდენიმე მონაკვეთის ჩაწყვეტა, რამაც მთლიანი პარალიზება გამოიწვია საავტომობილო გზის, მიმდინარეობს აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად სამუშაოები გრძელდება, გაგრძელდება შეკეთებით სამუშაოები, სანამ გზა არ მივა მინიმალურ უსაფრთხო პირობებამდე. ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ შევიწროებული ადგილების გაგანიერება, რაც არის დარჩენილი ამ ღვარცოფული მოვლენების შედეგად და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ხეები გამოღვარა, მდინარეები გამოღვარა, ხე-ტყე წამოიღო. საშინელება იყო. მე არც კი მეგონა რომ დაუშვათ ასეთ ოპერატიულად შესაძლებელი იყო ამ გზის აღდგენა.